ქუთაისი ქალაქი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო. 1000 წლეულის მეხსიერების დღესაც ინახავს. ქუთაისის არქივი წელს 100 წლის ხდება. ეს მხოლოდ დოკუმენტების საცავი არ არის. ეს დასავლეთ საქართველოს ისტორიის ცოცხალი მეხსიერებაა, რომელიც მეფეთა წყალობის წიგნებს, აკაკი წერეთლის ჩანაწერებსა და ძველი კინოთეატრის პროექტებს აერთიანებს. ქუთაისის ცენტრალური არქივი 1925 წელს გაიხსნა და არსებობის ისტორიაში მისამართი 6 ჯერ შეიცვალა. ბოლო რამდენიმე წელია ის უკვე თანამედროვე შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას. ანუკი მასხარაშვილი და ვახო ლეკიაშვილი დეტალებით. ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი სხვადასხვა ეპოქაში ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. თუმცა ეს ქალაქი საარქივო ისტორიითაც გამორჩეულია. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში, როდესაც ქუთაისი აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი იყო. აქ სამეფო არქივი არსებობდა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ კი სრულიად ქვეყნის სამეფო არქივის ადგილსამყოფელად იქცა. ცენტრალური არქივის ქუთაისის განყოფილება ოფიციალურად 1925 წელს გაიხსნა. მანამდე 1906 წელს ქუთაისის არქივის შენობა დაიწვა და განადგურდა 100,000-მდე დოკუმენტი. პირველი მსოფლიო ომის დროს მასალის ჩრდილოეთ კავკასიაში გატანის შემდეგ კიდევ რამდენიმე 1000 დოკუმენტი. ამ შემთხვევების მიუხედავად ქუთაისის ცენტრალური არქივი დღეს საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი დიდი საარქივო დაწესებულებაა. დღეისათვის დაცული არის 900,000-ზე მეტი დოკუმენტი. ეს არის ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტები მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ხოლო შედარებით უფრო უახლესი პერიოდი კი მოიცავს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის დოკუმენტებს. არ არსებობს ფაქტობრივად ცხოვრების არც ერთი სფერო, რომელსაც ჩვენი დოკუმენტები არ ახებოდეს. ქუთაისის ცენტრალური არქივის საცავში მოგზაურობას იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა და მარიამ დედოფლის წყალობის წიგნის გაცნობით ვიწყებთ. არქივში დაცული ერთ-ერთი ძველი დოკუმენტი 1758 წლით თარიღდება და სოლომონ მეფე სამეფო ბეჭდით ადასტურებს. ჩვენ გვაქვს მე-17 საუკუნეში შექმნილი დოკუმენტიც, მაგრამ ამ წუთში მე თქვენ გაჩვენებთ მე-18 საუკუნის დოკუმენტს, ეს სოლომონ პირველის მიერ გაცემულ წყალობის სიგეს მარუაშვილებისადმი. აი ეს გახლავთ ეს დოკუმენტი, სადაც მას აჯილდოებს ერთხულის სამსახურისათვის. დიახ. და რითი ჯილდოვდება მარუაშვილი? მამულით, რა თქმა უნდა. კი ბატონო, გვიბოძებია მკვიდრად და უცვლელად მამულის პირდაპირ უწეს თავის ადგილი ვინმე დავით პიპინეიშვილისა და მისი შვილიშვილისეულის სასახლე, რომ გახდა მისი საკუთრება. 1857 წელს გადაწყდა ქუთაისში მდინარე რიონზე ახალი ხიდის აგება. 1858 წელს შედგა პროექტი. ხიდი ზუსტად იმ ადგილზე მოიაზრებოდა, სადაც დღეს დგას თეთრი ხიდი. ქუთაისის თეთრი ხიდი ძველად იმპერატორ ნიკოლოზის სახელობის იყო და ხის მასალით აგებული. მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო. მოგვიანებით ხის კონსტრუქცია რკინამ ჩაანაცვლა. ხიდის პირვანდელი სახე ამ პროექტმა და რამდენიმე ფოტომ შემოგვინახა. ძალიან ძვირფასი პროექტია. ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, აი გათვლები როგორაა წყლის დონე. დღესაც აი ყველაზე დიდი წყალდიდობა, როცა ქუთაისში, აი ამ დონეზე აღწევს ზუსტად მდინარე რიონის ჩამონადენი. ბურჯების თვითონ სტრუქტურა როგორია, გარედან მოპირკეთებულია, შიგნით ყორექვითაა ამოვსებული დუღაბზე, რა თქმა უნდა. მაგრამ სამწუხაროდ ხიდმა დროს ვერ გაუძლო. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ის ჩაინგრა და მის ადგილზე 1872 წელს აიგო ახალი რკინის ხიდი, რომელიც ინგლისიდან იქნა ჩამოტანილი. ქალაქის გეგმებიც აქვს დაცული და მე მინდა ქუთაისის 1872 წელს შედგენილი გეგმის ერთი ფრაგმენტი გაჩვენოთ. ბალახმისაგან მიმავალი გზა, დღევანდელი წერეთლის ქუჩა, დოკუმენტი უნიკალურია. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სტამბურად აბიჭდილი არა, ხელით არის, მაგრამ ვერ გაარჩევთ სტამბურისაგან და რასთორე აქ ჩანს არა მარტო სახლები და განაშენება, არამედ დასახელებული არის სახლის მფლობელები. ლევან დადიანის სახლია, ცნობილი გენერლისა და პოეტის, ეს წერეთლების, აკაკის ნათლისმცემლის სახლია. რამდენიმე შენობა გადარჩენილია დღემდე.
არქივში ინახება 1911 წელს ქუთაისში აშენებული კინოთეატრ რადიუმის შენობის პროექტი. მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში სწორედ რადიუმში შედგა. 10 დღის განმავლობაში კინოთეატრს უამრავი მაყურებელი სტუმრობდა. ჩვენებას აკაკი წერეთელი ორჯერ დაესწრო. რადიუმის დარბაზი 400 მაყურებელზე იყო გათვლილი. ძველად მუნჯი კინოს ჩვენებას როგორც წესი პიანისტი აფორმებდა. თუმცა ქუთაისში მთელი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას. კინო რადიუმს ჰქონდა ორი შენობა, საზამთრო და საზაფხულო შენობა. ღია დარბაზით ავტორი გახდა ცნობილი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკი. მოდერნის სტილში მუშაობდა ძირითადად და აი როგორ შესასვლელი ღია აღმოსავლეთით და დასავლეთიდან და მაყურებელთა დარბაზს. საუკუნის წინაც კი ქუთაისში კინო იყო ძალიან პოპულარული. რასწერს აკაკი წერეთელი ჭიათურის საბადოს შესახებ თავად მის ხელნაწერში ვკითხულობთ. შავი ქვის თავგადასავალი, ასეა დასათაურებული ჩანაწერი, რომელსაც ქუთაისის ცენტრალური არქივი ინახავს. მანგანუმის ნიმუში აკაკი წერეთელმა გამოუგზავნა თბილისში გეოლოგ სპირიდონ სიმონოვიჩს ლაბორატორიული კვლევისთვის. უცხოელების დაინტერესების მიზნით ქართველმა მწერალმა და პოეტმა ჭიათურის საბადოს შესახებ ბროშურა შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ეს არის რამდენიმე ფუძლიანი მოგონებები, შავი ქვის თავგადასავალი, იწყება ასე მე ჯერ კიდევ გიმნაზიაში ვიყავი, ვიქნებოდი ასე 10-11 წლისა ერთხელ წირხვალიდან ბეგარა პური გამოგვიტანეს, ეს ცნობილი ფაქტია. და ამ პურში იყო იმ შავი ქვის ნატეხები, რაც შემდეგ გახდა ცნობილი მარგანეცის საბადო. მთელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს ეკონომიკის იმედად მოიაზრებოდა, რომ ამას შეეძლო ქვეყნსაც დიდი შემოსავალი მოეტანა და შემდეგ მართლაც რეალობად იქცა ეს. აკაკისათვის ეს დიდი ქონებრივი სიმდიდრის მომტანი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ აკაკი ამ პროცესებიდან შემდეგ გვერდზე გამდგარი აღმოჩნდა. საცავში ინახება წერილები, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ასახავს. ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარეს. ამ ისტორიულ მოვლენას ეხმიანება მაშინდელი ქალაქის მოურავი, იგივე გამგებელი გვარა დრობაქიძე და თავის წერილში მადლობას უხდის ოლივერ უორდროპს. ბრიტანელი დიპლომატი და მთარგმნელი კარგად იცნობდა საქართველოს. სხვადასხვა წელს გამოსცა თარგმანი სულხან საბას სიბრძნე სიცრუისა. ლონდონში დაბეჭდა მისი დის მარჯორის მიერ თარგმნილი ვეფხისტყაოსანი. ოლივერ უორდროპი იმ პერიოდის ევროპაში საქართველოს ყველაზე გავლენიანი გულშემატკივარი იყო. დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საბჭოს კომისარს ბატონ ოლივერ უორდროპს ქუთაისის მადლიერი მოქალაქენი არასოდესად დაგივიწყებენ თქვენ როგორც პირველ מחარობელს საქართველოს დამოუკიდებლობისა. ქალაქის თვითმმართველობა გიძღვნით ხურვალე მადლობას და გისურვებთ სიცოცხლის მრავალ ჟამიერ. ქალაქის მოურავი რობაქიძე. დიახ. აი ასეთი მილოცდებებია. არქივის ფონდებში დაცულია ქუთათელი და გენათელი მიტროპოლიტების წყალობის სიგელები, სხვადასხვა წელს მოსახლეობის აღწერის მასალები, ილია ჭავჭავაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი ადამიანების ავტოგრაფები, ქალაქების, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის გეგმები, სხვადასხვა გამორჩეული შენობის პროექტები და მშენებლობის ისტორიები. ეს საქმე ეხება ქუთაისში საისტორიო და საეთნოგრაფიის საზოგადოების დაარსებას. მოგხსენებათ, ამ საზოგადოების დაარსება უკავშირდება ექვთიმე თაღაიშვილის სახელს, დაცულია ექვთიმე თაღაიშვილის რამდენიმე წერილი. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის საზოგადოება. თუ კი რამ დღეს ჩვენ სიძველემ ჩვენამდე მოაღწია, გამორჩეულია ამ საზოგადოების როლი. მუზეუმების დაარსება, სიძველეების შეგროვება, პუბლიკაცია სიძველეების და ასე შემდეგ. არქივი არ არის მარტო უბრალოდ დოკუმენტების საცავი. არქივში დოკუმენტების სიცოცხლის უნარიანობის გაზრდისათვის და მეორე, როგორ ვიყენებთ ამ დოკუმენტებს. არის რამოდენიმე გზა, ერთი თვითონ მოქალაქეებისგან შემოსული შეკითხვები, განცხადებების სახით, მიგვიღია მონაწილეობა და ეხლაც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში და სხვა მნიშვნელოვან პროექტებში. ბოლო 20 წლის განმავლობაში მომზადებულია 30-მდე გამოცემა წიგნის თუ ბროშურის სახით, რომლებიც გახდა უკვე რომლის წყალობითაც ფაქტობრივად
ქუთაისის ცენტრალურ არქივს 100 წელი შეუსრულდა. საცავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა საუკუნის ისტორიის დოკუმენტური მეხსიერებაა.